სიახლეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების, ინტეგრირებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და საგანმანათლებლო პროგრამებს უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა. ეს სასწავლო პროცესს გაამარტივებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტი გამოცდების ელექტრონულ მიმართულებაზე გადადის და სტუდენტებს მათზე მორგებულ გრაფიკს სთავაზობს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიდან წლამდე მუდმივად განვითარების რეჟიმშია. ჩვენს სტუდენტებს ხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურით, განახლებული საგანმანათლებლო პროგრამებით, ასევე ფაქტიურად პროცესი თანდათან გადადის უკვე ელექტრონულ რეჟიმში, გულისხმობ ელექტრონულ გამოცდებს, როგორც შუალედურ ისე ფინალურ გამოცდებს. ყველაზე მთავარი, რაც არის სიახლე, რაც უკვე დაინერგა წინა სემესტრში და ბუნებრივია გაგრძელდება ამ სემესტრში, გახლავთ ის, რომ გამოცდების გრაფიკი არის სრულიად მორგებული ჩვენ სტუდენტებზე, ანუ მათ შეუძლიათ, რომ განსაზღვრულ დროში, თავისთვის სასურველ პერიოდში დაწერონ გამოცდები. რამოდენიმე კვირის უკან მასწავლებლის მომზადების მიმართულების პროგრამებმა გაიარა თან უვადო აკრედიტაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო, სამაგისტრო, 300 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც 5 წელზეა გათვლილი და სტუდენტი იღებს მაგისტრის ხარისხს, ანუ ხელახალი აკრედიტაცია გაიარა, განახლდა, დაიხვეწა პროგრამის კურიკულუმი, უფრო თანამედროვე გახდა და ასევე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა, რომელიც დაჯგუფებული იყო ამ პროგრამების კლასტერში, უვადო აკრედიტაცია გულისხმობს ძალიან დიდ წარმატებას და ველოდებით მათ, ვინც დაინტერესებულია მასწავლებლობის მსურველობით, აუცილებლად რომ ჩააბარონ ან ახლად აკრედიტებულ პროგრამებს.